ბათუმის ქვიშის მოედანზე ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ტურნირი დასრულდა. გამარჯვება მამაკაცებს შორის ლატვიის გუნდმა მოიპოვა ქალთა შორის ფინალში ერთმანეთს რუსეთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად სულ 7 ქვეყნის 26 წყვილი ასპარეზობდა. ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზიის ქულების გათამაშდა. ტურნირის ორგანიზატორები საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია და ბათუმის მერია იყვნენ. აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ტურნირის ქალთა ფინალში ერთმანეთს რუსეთის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ევგენია უკოლოვა, მარია პროვოვიევას წყვილმა ფინალში ოლგა მოტრიჩისა და დარია რუდიხის წყვილი მშრალი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. პირველი ორი პერიოდის განმავლობაში მოტრიჩისა და რუდიხის წყვილი იყო დაწინაურებული, თუმცა საბოლოოდ მათ ყველა რაუნდი დათმეს. გათამაშებაში მესამე ადგილზე ასევე რუსული სერცევა მაისეევას წყვილი გავიდა. ჩემპიონატი საკმაოდ რთული იყო. ჩვენ ახლახან დაუბრუნდით ბრაზილიიდან. სხვაობა დროში მგზავრობა ამ ყველაფერმა ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა. გარდა ამისა, წვიმის გამოსველი იყო ქვიშა, რაც თამაშს ართულებდა. ჩვენ ადაპტირებისთვის დრო დაგვჭირდა, თუმცა შევძელით მობილიზება და გავიმარჯვეთ. ჩემპიონატის ბოლო ფინალურ შეხვედრაში მამაკაცებს შორის ერთმანეთს ლატვიისა და რუსეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის საწყისი ორი რაუნდი თითოქულიანი სხვაობით იური ბოგატოვისა და მაქსიმ კუჟაკოვის წყვილმა მოიგო. თუმცა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის პლავნის მარტინსისა და რეგზა ჰარალდის წყვილმა შემდგომ 3 რაუნდში გამარჯვება შეძლეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მამაკაცებს შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელები უკრაინელები სერგეი პოპოვი და ალექსეი დენინი გახდნენ. ფინალი ურთულესი აღმოჩნდა. მოწინააღმდეგემ ძალიან კარგად ითამაშა და მათ დიდი შანსი ჰქონდათ რომ მოეგოთ. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა სველ ქვიშაზე თამაში, თუმცა მოვახერხეთ ძალების მოკრება. გამოცდილებამაც დიდი როლი ითამაშა. აქ თითო ქულა განსაზღვრავდა თამაშის ბედს. საბედნიერო დიღბალი დღეს ჩვენს მხარეს იყო. აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ტურნირში საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის გუნდები ასპარეზობდნენ. ჩემპიონატზე საკმაოდ სუსტად იასპარეზეს ქართველმა ფრენბურთელებმა. ქართველის სპორტსმენების შედეგები მოგზაურებული იყო, იმიტომ რომ ისინი პირველად იღებდნენ მონაწილეობას ასეთ ტურნირში. მოგზაურებული არ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მათი წაგებული სეტებს თუ გადავავლებ, ისინი იყო 15-13, 16-14, იგებდნენ ისინი სეტებს, მაგრამ ბოლო მომენტში იმიტომ ეს გამოცდილებაა დიდი, ამას თამაში ჭირდება, ამას შეჯიბრებების სიარული ჭირდება, ამას სერიოზული მუშაობა ჭირდება. ფინალური შეხვედრების შემდეგ ბათუმის ქვიშის მოედანზე დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის თანაორგანიზატორი ფრენბურთის ფედერაციასთან ერთად ბათუმის მერიაც იყო. წელს ქალაქის ბიუჯეტიდან ჩემპიონატის დასაფინანსებლად 25,000 ლარი გამოიყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირი. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადო ყველა ორგანიზატორებს, ფედერაციის ხელმძღვანელებს, ვინც ასეთ კარგად და ორგანიზებულად ჩაატარა ტურნირი ჩვენს ქალაქში. ასეთი ტურნირები ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და რაც მთავარია, ცნობადობის ამაღლებას ქალაქის. სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად წელს სულ 26 წყვილი ასპარეზობდა. ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზიის ქულებიც გათამაშდა.